პროექტი უცნობი კავკასია. მოგესალმებით რადიო უცნობი და ტელეკომპანია მაესტრო წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს უცნობი კავკასია ყოველ სამუშაო დღეს მთავარი თემი ჩვენ ვართ პირდაპირ ეთერში სტუდიაში ნათია გამცემლიძე მუშაობს გოკა გაბაშვილი გიორგი გოგუაძე ნუგზარ ციკლაური სოზარ სუბარი ლევან გაჩეჩილაძე შალვა ნათელაშვილი გოგა ხაინდრავა კობა დავითაშვილი კახა კუკავა ეკა ბესელია ეს პოლიტიკოსები ორშაბათიდან რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს თანამშრომლები ხდებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები თქვენს წინაშე ყოველ სამუშაო დღეს 4 საათზე რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ეთერში ახალ ამპულაში წარდგებიან 2 თებერვლიდან ისინი პოლიტიკოსობასთან ერთად ახალ ამპულას ჟურნალისტობას შეითავსებენ როგორი ჟურნალისტები იქნებიან ის პოლიტიკოსები რომელსაც ხშირად აქვთ პრეტენზია თავად ჟურნალისტების მისამართით რამდენად ობიექტურები მობილიზებულები აქტიურები იქნებიან ისინი ჟურნალისტულ ამპულაში ჩვენ შევესწრებით დღეს ეს სწორედ პოლიტიკოსებთან ერთად გავარკვევთ ეკა ბესელია კახა კუკავა იქნებიან ჩვენი გადაცემის პირველი ნაწილის სტუმრები ხოლო გადაცემის მეორე ნაწილში თავად ჟურნალისტები შეაფასებენ ახალ პროექტს და პოლიტიკოსების ახალ ამპულას ინგა გრიგოლია, ელისა ჩაფიძე იქნებიან ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები. მოგესალმებით, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. პირველ რიგში მინდა აღნიშნო, რომ ჩვენ გეგმავდით ასევე პროექტში მონაწილე ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლები მოგვეწვია გადაცემაში სტუმრად, თუმცა ეს ადამიანები თბილისში არ იმყოფებიან, მაგრამ მაქვს ინფორმაცია, რომ ასევე განსაკუთრებით ელოდებიან მოირგონ ჟურნალისტის ახალი ამპულა რადიო უცნობის ეთერში. პირველ რიგში მინდა გკითხოთ, საკმაოდ აქტიური პოლიტიკოსები ბრძანდებით თქვენ ხშირი რესპონდენტები მას შემდეგ რაც თქვენ დიდ პოლიტიკურ სივრცეში შებრძანდით ესე რომ ვთქვათ გიფიქრიათ თუ არა იმაზე რომ მოგიწევდათ ჟურნალისტის ამპულის მორგება ხისმეთ ეკა თქვენგან ნათია მადლობა მოწვევისთვის მივესალმები ჩვენს ტელემაყურებელს და მსმენელს მე მინდა მადლობა უთხრა რადიო უცნობს და ტელეკომპანია მაესტროს იმისთვის რომ მიხეილ სააკაშვილის ბოლოდროინდელი თანამგრძნობი განცხადებები შეისმინა იმის თაობაზე რომ ჩვენ შრომითი მოწყობის პრობლემა გვაწუხებს და იზრუნეთ ჩვენ შრომით მოწყობაზე. იმედია რომ ეს პრობლემა იმდენად მოიხსნება რომ მის რას გულისხმობთ როდესაც მიხეილ ხო არა რა თქმა უნდა ეხლა ძალიან კარგი მიხეილ სააკაშვილს არა ხშირად ამბობს ამ ბოლოდოს რომ შრომით მოწყობა ის პრობლემა აწუხებთ და ეთყობა ამაზე იზრუნეთ. რა თქმა უნდა ეს ხუმრობით. საზოგადოებას არ აინტერესებს როგორ შრომით მოწყობათ არის დაკავებული თქვა ლევან გაჩეჩილაძე და დათო გამყრელიძე. რაც შეეხება თვითონ აი ამ პროგრამას და ფორმატს ძალიან საინტერესოდ მომეჩვენა როგორც კი შემოთავაზება მივიღე ბასა ჯანიკაშვილმა დამირეკა იდეა იყო ძალიან საინტერესო მართლაც მე ვფიქრობ რომ ამ ამპლუაში თავის გამოცდა თუ უნდა რადგან გადავწყვიტეთ რაღაც წინაპირობები რომელიც გაძლევს საშუალებას იფიქრო რომ ამ როლში იქნები საინტერესო და შეძლებ ამ პასუხისგებლობის აღებას ეს წინაპირობები უნდა არსებობდეს მე ვფიქრობ რომ რაღაც ეს თუ ზედმეტად არ გამომივა ეხლა რაღაც გადაჭარბებაში ვიფიქრე რომ შევძლებდი და შევძლებდი იმიტომ რომ კახაცაც ალბათ იგივე არგუმენტაცია და мотиваცია ექნება ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე ხა კახაც ადვოკატი იყო მე ძალიან დიდი ხანი ვიყავი სასამართლო დარბაზში რომელიც გარკვეულწილად მოითხოვს იცით აი დარბაზის ფლობას დაპყრობას მსმენელი საინტერესო გახადო შენი დამაჯერებელი გახადო ვთქვათ შენი როლი და ასე შემდეგ ეს გარკვეულწილად არის ანუ პროფესიული გამოცდილება მე ვფიქრობ რომ ჩემთვის იქნება ძალიან კარგი დამხმარე საშუალება იმისთვის რომ აი ამ როლს გავართვა თავი ძალიან მნიშვნელოვანია ეს და არის ერთი პრობლემა რაზეც მე ვფიქრობ აი ინგა გრიგოლია რომელიც ჩემთვის არის დღეს ჟურნალისტიკაში წამყვანი და წამყვანი ტელეჟურნალისტი კი ბატონო მე მინდა არის ძალიან საინტერესო ჩემთვის და მისაბაძი ჟურნალისტები თუ შეიძლება ესე იმიტომ რომ მე ამ ბოლო დროს ძალიან კრიტიკული თვალით უყურებ ხოლმე ინგას განსაკუთრებით ამ პროექტის შემდეგ ვაკვირდები მის მანერებს ეხლა მას კონკურენციას ნამდვილად ვერ გაუწევ ის დღეს ისეთ ჯარისკაც რომელიც ვერ გაუწევ არა ამ გენერალობაზე ნამდვილად არ ვოცნებობ მე ჩემი ასპარეზი უფრო მაინტერესებს მაგრამ ვაკვირდები უბრალოდ როგორ ახერხებს ის გახადოს ყურებადი და საინტერესო მისი გადაცემა. ეხლა რაღაც რჩევებს იმედია თვითონაც მომცემს ჩვენი მეგობრები. კი ბატონო, ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის ნათია ერთი რამ რაც მაფიქრებს ხშირად ამბობს ხოლმე ინგა და სწორია ეს რომ არ უნდა ეთყობოდეს გადაცემის წამყვას რომ ის არის მხარე. უნდა იყოს ნეიტრალური. ეხლა ჩვენ როგორ უნდა მოვახერხოთ ეს რომ მხარეთ არ აღვიქვას მაყურებელმა და ნეიტრალური პოზიცია შევიდეთ. კი ბატონო, ეს ძალიან საინტერესოა. როცა ჩვენ ესეთი მკვეთრად გამოხატული ოპოზიციური ნიშა გვიჭირავს, მე ვფიქრობ რომ ეს არის საკითხი
რომელსაც უნდა ვიფიქროთ. თუ ესეც მოვახერხეთ, მეტნაკლებად მაინც, თუმცა მე ვერ ვიტყვი რომ ამას შევძლებ, ვეცდები, მე ვფიქრობ, რომ ეს იქნება პროფესიულად თავის გართმევა ამ პასუხისგებლობისთვის. კი ბატონო, როგორი ჟურნალისტი იქნება კახა კუკავა ორშაბათიდან? მე არ მგონია რომ ეხლა ჩვენ მაინც მართლაც ეკამ თქვა და ეხლა ჟურნალისტური პროფესიის სიმაღლეებს მივახციოთ, იმიტომ რომ ჟურნალისტიკას პროფესია არის და თავისი ეხლა ბევრი პროფესიული ჩვევა მოეთხოვება და ამას მუშაობა ჭირდება. ეხლა ჩვენ ამისთვის ნამდვილად მომზადებლები ვართ და ალბათ იმდენ დროსაც ვერ დავთვალოთ, მაგრამ აი ეგ გამახსენა ინგა გრიგოლია და მთლიანად ვეთანხმები, ჩემთვისაც ეს არის სტანდარტი. ბოლო 10 წელი არის პრაქტიკულად ქმნის ამინც ქართულ ტელემედიაში. ხა შეიძლება ბევრი სხვა პროფესიული ჩვევაც აქვს, მაგრამ თავარი ჩემის აზრით ეხა არაფერი დიდი საიდუმლო ინგას წარმატებაში არ არის, გარდა იმისა, რომ სვამს იმ კითხვას, რაც არის საზოგადოებაში. ჩვენი ჟურნალისტების დიდი უმრავლესობა განსაკუთრებით ტელეეთერში, საღამოს ეთერებში აი ამ სახელისფლებო კონტროლერას დამყარდა რა არის მათი ძირითადი პრობლემა რომ იტანჯებიან ესე იგი როგორ არ დასვან ან როგორ შეცვალონ ის შეკითხვა რომელიც საზოგადოებას აქვს და როგორ მისაღები ფორმის დაუსვან ეს ხელისუფლებას ან თუ სვამ იმ კითხვას რაც არის რაც არ უნდა არაკორექტული იყოს უკვე გადაცემა ხდება საინტერესო აი გამახსენდა უგულავას რო დავსვა პირდაპირ აი ყოველგვარი დიდი სტანდარტების გარეშე კითხა ჩვენ როგორ მოგწონდაო სააკაშვილი რომ ხალხს ღეჭავდაო ეს იყო ის კითხვა რომელიც ახლა დიდი სიბზნე შეიძლება ამაში არიდო მაგრამ რაც არის ყველა სამზარეულოში განხილვის თემა და მეც მიმაჩნია რომ ჩვენ შეიძლება ახლა ჟურნალისტური რაღაცა მეტყველების და ახლა კრეატივის სიმაღლეებს ვერ მივახციოთ მაგრამ მე რაზეც ვიქნები ორიენტირებული, რასაც ვისმენ ყოველდღიურად ოჯახში, ტრანსპორტში, საზოგადოებაში, მეგობრებში და არა იმას, რასაც დავუშვათ პოლიტიკურ წრეებში ვისმენ. აი ეს კითხვები დავუსვა. პირიქით, პოლიტიკოსებს ჩემს მეგობრებს შევეცდები, რომ ამ შემთხვევაში რესპონდენტებად უფრო უნდა გამოვიყენო. ხშირად მე ვფიქრობ, სწორედ ეს მინდოდა და მეკითხა. რამდენად ობიექტურები იქნებით თქვენ? მოგეთხოვებათ თუ არა თქვენ, როგორც ოპოზიციის წარმომადგენლებს, რომ იყოთ ობიექტურები, თუნდაც ხელისუფლების მისამართით? არა, არ მოგეთხოვება, იმიტომ რომ ისეთი ის არ უნდა დაისახო ამოცანა, რაც მიუღწევადი არის. ეხლა მე რო დავთქვა, რაც არ უნდა ვთქვა და რაც არ უნდა ვეცადო, რომ მე ვიქნები ობიექტური ეხლა როდესაც აქ გვერდზე რა ვიცი ნუგზარ ციკლაურიან ვიღაცა დამიჯდება ეხა ეს ტყუილი არის ყალბი პათოსი საჭირო არ არის პირიქით აქ უნდა ითქვას რომ ეს სპეციფიური გადაცემა არის შესაძლებელი რომ ნუგზარ ციკლაური იყოს თქვენი რესპონდენტი ყოველ შემთხვევაში ნამდვილად ვაპირებ ეხა ამ გადაცემის ამ კითხვის პასუხი ესეთი არის რომ მე არ ვიქნები ნეიტრალური მაგრამ მეორე მხარე აუცილებლად უნდა იყოს ოპონენტი მე ეხა არ ვაპირებ რომ აქ დავისვა თანამოაზრეები და ერთად რაღაცა კი ბატონო ჩვენ რადიო უცნობის საინფორმაციო სამსახურში ვხუმრობდით კიდევაც როდესაც ვანაწილებდით პოლიტიკოსების დღეებს პოლიტიკოსთა დიდი ათეული მე ვფიქრობ ეს საკმაოდ საინტერესო პროექტი იქნება იცით რა მინდა კითხოთ პოლიტიკოსები ხშირად საუბრობენ რომ ჟურნალისტებს დღეს აკლიათ კვალიფიკაცია არის ეს პრობლემა მე ამ კითხვას აუცილებლად დავუსვავ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრებს ეკა არის ეს პრობლემა ჟურნალისტებს აკლიათ დღეს კვალიფიკაცია ნაწილობრივ დაგეთანხმებოდით არის ნაწილობრივ კვალიფიკაციის პრობლემა განსაკუთრებით როცა სპეციფიურ თემებზე ხდება სიუჟეტების ან გადაცემების მომზადება, მაგალითად როცა სამართლებრივ საკითხებზე, თუნდაც ეკონომიკის საკითხებზე, ამას ჭირდება კომპეტენტურობა. აი იგივე როცა ჩვენ ინგა გრიგოლიაზე ვსაუბრობთ, მისი თქვა წარმატების საიდუმლო მარტო ის არ არის, რომ ის თამამია და სვამს გაბედულ კითხვებს. არის ისიც, რომ ის არის კომპეტენტური. იმდენად დიდი ხანია უკვე არის ამ არენაზე და იმდენად კარგად იცის მან თუნდაც პოლიტიკური ცხოვრების თანმიმდევრობა ქრონოლოგია რომ იცის რა როდის ხდებოდა კომპეტენტურია იმ საკითხში რაზეც საუბრობს და კომპეტენტურობა ყურებადობა გამბედაობა კარგი მეტყველება, კარგი მანერა და ამ შემდეგ ყველაფერი ეს ერთიანობაში ქმნის საინტერესო გარეგნობას თუ ემატება ამ ყველაფერს არაჩვეულებრივია ეს ქმნის გადაცემას საინტერესოს მაგრამ მე ვფიქრობ დღეს ჟურნალისტებს საინტერესოა ნათი ყველაზე მეტად მაინც ჭირდება დღეს კომპეტენტურობასთან ერთად დამოუკიდებლობის ხარისხი როცა ეს მაღალია ეს იგრძნობა ეთერში როდესაც გადიხარ მაყურებელთან ხო ერთ-ერთზე აი კახა ამბობდა ეხა ვერი ხელოვნური და ესეთი ყალბი არ უნდა იყო იგრძნობა რამდენად ხარ შენ თავისუფალი და როცა თავისუფლების ხარისხი მეტნაკლებად გააქვს მაღალი შენ შესაძლებლობა გააქვს როგორც ჟურნალისტი
გულწრფელ ურთიერთობაში შეხვიდე მაყურებელთან. თუ ამ კონტაქტს ვერ ამყარებ, ბუნებრივია, ვერ შემოიყვან მაყურებელს გადაცემაში როგორც თანამონაწილეს და კიდევ ერთი, ხა ობიექტურობაზე კახას ვეთანხმები, ძალიან რთული იქნება, მით უფრო, როდესაც იცი საზოგადოებამ, რომ ჩვენ ვართ, თქვათ, ოპოზიციური ფლანგი, ძნელია ხა აქ ითამაშო, რომ მე ვარ ნეიტრალური. მე მგონი არც უნდა ვითამაშოთ, მაგრამ ერთი ობიექტურობა, მეორეა, თქვათ, სამართლიანობის პრინციპი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია და იურისტებისთვის ეს განსაკუთრებულად გაცხოველებულია. მეც მიმაჩნია რომ ორივე მხარე უნდა იჯდეს სტუდიაში. დებატებს გეგმავთ ქალბატონიკა? აი აუცილებლად. მე ვითხოვე ეს რომ თუ თქვენ მე არ მომცემთ შესაძლებლობას თქო რომ ორივე მხარე მეჯდეს სტუდიაში, ანუ ოპოზიციას და ხელისუფლებას, ან სრულად შესაძლებელია საზოგადოების წარმომადგენელი, რომელიც ამ საკითხზე ასე ფიქრობს, მეორე სხვაგვარად. ესე არ იქნება ფიქრობ საინტერესო. ხა მართლა გრიგოლია ხო არა ვარო ისეთ საინტერესო გავხადო ეს გადაცემა, რომ მონოლოგის რეჟიმში ყველა მოყუროს და მინდა რომ იყოს საინტერესო, იმიტომ რომ თავარი არის ჩვენ დილაპარაკოთ რა აწუხებს საზოგადოებას. კი ბატონო, მე რა აწუხებს ქვეყანას. აი ამ თემებზე უნდა ვილაპარაკოთ. მე როგორც ამ გადაცემის პოლიტბიუროს ერთ-ერთი პროდიუსერი მინდა გითხრათ და საზოგადოებას ავუხსნა რომ თქვენ იქნებით აბსოლუტურად თავისუფალი. ეს არის არაჩვეულებრივი. ნებისმიერი თემის გაკეთება, რასაკვირველია უბრალოდ ჩვენ ვართ იმისთვის, რომ შევათანხმოთ სტუმრები და მობილიზებულები ვიყოთ. დინბობა. გვირეკავს და გვეტყვის რომ თემა ამოიღეთ. იცი რა არის საინტერესო? არა, თემა ამოიღეთ ხო არასდროს არის. არასოდეს არ გვეტყვის ნათია და აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ ამაში. იმდენად თვითონ არის დამოუკიდებელი ჟურნალისტი. მაგრამ საინტერესო არის ჩემთვის რა, ხელისუფლები და რომ გადავწყვეტ ყველაზე მძიმე წონიან კატეგორიაში გამავალი პოლიტიკოსები რომ მოვიწვია, ისინი მოვლენ თუ არა ჩემს გულისხმობთ. არა, რა თქმა უნდა. არ მოვლე ხო კახა? არა, მე მაინც უნდა ცადო. ცადო, იმიტომ რომ ნახოთ. ხელისუფლება რაღაც უფრო სპარინგ პარტნიორად გვიყენებს ახლა აქ და კი ბატონო, რაზე გაგიშობეთ არ გულისხმობ ახლა. ბენდუკიძეს არ გულისხმობ ნათია. არ ვიცი, ნახოთ, მე მინდა გითხრათ რომ რადიო უშნობთან აქტიურად თანამშრომლობენ ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლები, მე ვფიქრობ არ უნდა იყოს პრობლემა რომ ეს ადამიანები თქვენი რესპონდენტები გახდეს, როგორც ასევე მათი რესპონდენტები უნდა გახდეთ თქვენც. ხელისუფლების გუნდის წარმომადგენლები ეს ადამიანები ყველაფერზე იძახიან რომ ეგ ჩვენ არ ვიცით და ეს მიშამიცისო. უნდა იაროს ლიდერშიპმა. ის ცნობილი ექვსეული ვინც არის, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს, ვინც საქმის კურსია, ვინც პასუხისმგებლობა ეკისრება. ახლა წინა გადაცემაზე თქვენთან სტუმრად ვიყავი ლაშა თორდია ყავდას და ყველა ბრალდებაზე, რაზეც ბრალდებდი ხელისუფლებას, აუცილებლად მიწევდა ხაზის გასმა, ოღონდ შეშუაში არის საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე. ზღაპრებს ნუყვებით ამ ადამიანს არანაირი წილი არ აქვს არც ერთ გადაწყვეტილებაში. ეთერში, როდესაც მოდის ოპოზიცია, უნდა იაროს ბოკერიამ, უნდა იაროს რურუამ, უნდა იაროს თარგამაძემ, იმ ადამიანებმა, ვინც რეალურ გადაწყვეტილებებს იღებდნენ. თუ ჩვენ გვინდა, მე შევეცდები ახლა ეკამ თქვა ერთი მომენტს გავუსვა ხაზი გრიგოლიას სტანდარტის გარდა ძალიან საინტერესო სტანდარტი გაჩნდა ახლა კიდე მეორე საკანი ნომერი 5 გულწრფელობის მოტივს აქვს ჩემი აზრით დიდი მნიშვნელობა და რატო ხანდახან ჩვენ პოლიტიკოსები ვსაუბრობთ ხანდახან მე თვითონ რომ მომისმენია ძალიან გაუგებარი არის საარჩევნო კოდექსზე კონსტიტუციის შესწორებაზე იქ პარლამენტის დათხოვნა და ბიუჯეტი რა წესით უნდა ეს ადამიანებისთვის რომ უყურებ თვითონ ჩემ ოჯახში ძალიან უინტერესო მოსასწრებია კი ბატონო სწორედ ეს რატო გახდა ეს პროექტი წარმატებული აი ძალიან ხანდახან ქუჩის ჟარგონზეც კი გადადიან მაგრამ გასაგებიანი ძირითად საკითხებზე საუბრობენ და ესეც შეიძლება მე ვფიქრობ რომ აი ავირჩიოთ რომ ჩვენ კოდექსებზე და იმებს დეკლარაციებზე კი არ ვესაუბროთ აი ისე ვილაპარაკოთ რაც რეალურად არის რაც აწუხებს აი რეალურად დაუძახო იმ ადამიანებს რა საკითხზე გააკეთებთ აქცენტს და რა საკითხზე არ აკეთებენ დღეს ჟურნალისტები აქცენტს რა არის თქვენი პრეტენზია ჟურნალისტების მისამართით ამ კუთხით ანუ რაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი და რაზე არ კეთდება დღეს აქცენტი მედიაში და თქვენ რაზე გააკეთებთ აქცენტს ეს ორი სხვადასხვა კითხვა არის ჟურნალისტების მიმართ პრეტენზია მე იმდენად პროფესიული სტანდარტის მიმართ არ მაქვს რამდენადაც პრეტენზია მაქვს რომ მათი დიდი ნაწილი არის უნამუსო ელემენტარულად შეხედეთ ძირითადი ტელევიზიო არხების საინფორმაციო გამოშვებას პირდაპირ გიგი უგულავას დაწერილი ხანდახან ვერ მიხვდები იმედს უყურებ რუსთავს უყურებ თუ პირველ არხს უყურებ იმიტომ რომ ტექსტიც კი ტექსტის შეცვლითაც თავს არის გიგი უგულავა უწერს ბატონო გიგი უგულავა უწერს პირადად და აგზავნის ყოველ შემთხვევაში ტელეკომპანია იმედში ასე ხდება საინფორმაციო გადაცემის კონკრეტულ ტექსტებს ეს პრეტენზია გვაქვს არა ყველა ჟურნალისტთან ესეც უნდა ითქვას განსაკუთრებით ტელეკომპანია იმედში არის მე ვიცი ერთი გუნდი რის ფასად მას უხდება თავისი დამოუკიდებლობის შენარჩუნება მაგრამ საერთო სურათი როცა საინფორმაციო გადის გუშინდელი დღე მოვიყვანოთ. აი რა პრეტენზია გვაქვს. დეკლარაციას ხელი მოეწერა. ჯერ ხო ესე იგი ბოჩოლების ფერმა აჩვენეს, რა ვიცი რა არ აჩვენეს იქ სადღაც მეტროში ხარვაზე. ნუ პრეზიდენტზე აღარ მაქვს უკვე მე 6-ე მე-7 სიუჟეტი იყო რომ რაღაც პრეზიდენტის გადადგომაც ყოფილა გუშინ თურმე თემა. ოღონდ თემა იმით კი არ დაიწყო რომ დაუშვათ ბესელიან გუკავამ ამ პარტიამ იმ პარტიამ ხელი მოაწერეს. თემა იწყება ასე. დეკლარაციას ხელს არ აწერს ეროვნული ფორუმი.
დეკლარაციას ხელს არ აწერს ლეიბორისტები, დეკლარაციას ხელს არ აწერს ბურჯენაძე. ეს იქ სადღაც ბოლოში თქვენს რომ ვიღაცებმა რაღაცას ხელი მოაწერეს. ეს არაკეთილ სინდისიერება არის, ეს პრეტენზია გვაქვს ჩვენ ჟურნალისტებთან იმ ნაწილთან უბრალოდ ვინც არ მოაწერა ხელი, ესეც საინტერესოა, ვფიქრობ საკმაოდ სერიოზულ დოკუმენტს. არა, ეს ნათია, ძალიან კარგად ხვდები, რასაც გეუბნები და უფრო მძიმე შემთხვევებიც იყო. ეხლა ზაფხულში კი არა, გაზაფხულზე რო გადაიცემოდა. თუ მაინც და მაინც მაგალითი გინდა. თვალებ გაბრწყნებული რუსთავი ორი ჟურნალისტი მახსოვს. მინდა შეგატყობინოთ სასიხარულო ამბავი, ლევან გაჩეჩილაძის სისხლში აღმოაჩინეს ჰეროინი. მერე როდესაც გაირკვა რომ ჰეროინი კი არა, თავის ტკივილის წამალი იყო, ვინმე თუ შეიწუხა თავი, ან არხმა, ან ჟურნალისტმა ეთქვა რომ არა, არ დადასტურდა ეს, არც ერთმა ექსპერტიზმა, არც სამთავრობამ, არც ოპოზიციურმა ვერ აღმოაჩინა ეს ჰეროინი და ყოფილა ის რა თქვია, ციტრამონი. შეიწუხა ვინმე თავი? ეს პრეტენზია გვაქვს, ეს მორალური სტანდარტი არის და არა პროფესიული სტანდარტი. კი ბატონო, ვეთანხმები კახას, აი მაგალითისთვის, ეხა ვიდრე ამოვიდოდი აი აქ ამ გადაცემა შემოვიდოდი, საზოგადოებრივი არხის ჟურნალისტი დამხვდა ქვემოთ და კომენტარი მეგონა სხვა რამეზე აკეთებდი კომენტარს. მე კითხება, აი თქვენ თურმე ხელი არ მოგიწერიათ დეკლარაციისთვის. Ну, ეხლა აი ამაზე ლაპარაკი ტექნოლოგიურად თქვა როგორ შეფუთავ რაიმე ტიპის მოვლენას იმ დღისას და როგორ მიაწოდე საზოგადოებას, ნათი ეს არის უმნიშვნელოვანესი, მით უფრო თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რამდენად დიდი ზემოქმედების უნარი აქვს ტელევიზიას მსმენელზე და მაყურებელზე. და ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. რას გამოიტან მთავარ თემად და როგორ დააბალანსებ თუნდაც რამოდენიმე მოვლენას ერთ სიუჟეტში და ამიტომ აი ეს რომ ეს საკითხი რამდენად ობიექტურად მიაწოდე ინფორმაცია საზოგადოებას და მსმენელს, მე ვფიქრობ, ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა ჟურნალისტისთვის, იმიტომ რომ ეს არის ვალდებულება ჟურნალისტის იყოს ობიექტური და დამოუკიდებელი. კი ბატონო, მე მინდა კითხოთ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თუ არსებობს პოლიტიკოსი, რომელიც თვლით რომ კარგი ჟურნალისტი იქნებოდა. იქნებ დაასახელოთ რამდენიმე გნებობთ ხელისუფლების წარმომადგენელი, გნებობთ ოპოზიციური სპექტრიდან. აი მე მაგალითად ვფიქრობ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან გოგა ხაინდრავა იქნებოდა ძალიან კარგი ჟურნალისტი, დარწმუნებული ვარ, ამ როლშიც იქნება ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეხლა ეს ხელოვანია და ისე არტისტულობის თვალსაზრისი და გარდასახვის უნარით სააკაშვილი მე მგონი არის უკონკურენტო. ხო, იმდენად კარგი შოუმენია და ისეთ სპექტაკლებს დგამს, ისეთი გარდასახვის უნარი აქვს. ტყუილებიც ისე კარგად ეხერხება ნათია, რომ იქნებოდა კარგი, მაგრამ ვერ გამოდგებოდა ხო, მაგრამ ვერ გამოდგებოდა, აი სწორედ ამას ვამბობ, იმ სტანდარტების გამო, რომ უნდა იყო ობიექტური, დამოუკიდებელი და გულწრფელი, არა, მაგრამ მე ვამბობ აი ესეთი გარდასახვის მე შოუ გადაცემებს კარგად წავუდგებოდა. გასართობ გადაცემებს, რა თქმა უნდა და ახლა სხვა კანდიდატურები თუ შეგიძლია შემოგთავაზო. პოლიტიკოსები, რომლებიც კარგად მოირგებდნენ ჟურნალისტის ამპულას. მე თვითონ რატომ მომწონს ინგა გრიგოლია დავასახელი და იგივე საკაი ნომერი 5 და სხვა გადაცემები, რომ ვისაც შეუძლია გასაგებ ენაზე ლაპარაკი, არ ჩამოვთვლი ახლა, მაგრამ ჩვენი პოლიტიკოსების დიდი ნაწილი ლაპარაკობენ შეშფოთებული, აღშფოთებული. ანუ მე უფრო აი უბრალო ენით ვინც ლაპარაკობს ის ადამიანები, მაგალითად ლევონი, აი ჩვენი გრეჩიხა გაჩეჩილაძე მგონია, რომ კარგი წამყვანი იქნება იმ თვალსაზრისით, რომ არ გაუჭირდება მაყურებელს რა კვალიფიკაციასაც არ უნდა იყოს ის, რაზე არის საუბარი. და გულწრფელობის მომენტიც დაეხმარება. გულწრფელი, აი მისი უშუალობის ეს უშუალობა და გულწრფელობაც საკითხი ნომერ 5-მა ეს აჩვენა. ასევე არის ამ პროექტში. კი ბატონო, მე მინდა კითხოთ ასევე ჟურნალისტები, რომლებიც კარგად მოირგებდნენ პოლიტიკოსის ამპულას. თუ გეგულებათ ასეთი ჟურნალისტები დღეს? აი ჩვენ დღეს გადაცემა მივუძღვენთ ინგა გრიგოლიას და მაგალითად ბოლო მის დებატებს რო უყურებდი ბურჯენაძესთან, მართლა დამენანა რომ რატო როგორ შეიძლება ეს ადამიანი არ იყოს როგორც დებატების მხარე. იმიტომ რომ ეკამ თქვა აქ პრინციპში კვალიფიკაციას იძლევა გამოცდილება. როცა ბევრი ინფორმაცია იცი და იგივე რაცა იქ ნინო ბურჯანაძე თქვა რაღაც რომ მე არ მეთქვია რომ დემოკრატიული არჩევნებია და ეგრევე რომ გაახსენდა სათქო და ეგრევე რომ ამოიღო ის ვიდეო ჩანწერი, ეგრევე რომ გაუშვა ეთერში. დებატებში და პოლიტიკაში ძალიან კარგი არის აი ეს სწრაფად ინფორმაციის გადამუშავების უნარი. თქვენ ისურვებდით რომ კონსერვატორული პარტიის ერთ-ერთი წევრი იყოს? ეს არა მხოლოდ ინგა გრიგოლიას, ნათია ეხა გავთქვამ საიდუმლოს და შენთვისაც არაერთხელ შემითავაზებია, მაგრამ ჯერჯერობით ვერ დაგითანხმე და მე ბევრი წარმატების იმედს არ ვარ. მე დავამატებდი ამას, რომ შეიძლება ეხა პერსონალების ჩამოთვლა გაჭირდეს, მე ვიცი ძალიან ბევრი მაგალითად პრესის ჟურნალისტი, რომელიც იქნებოდა კარგი პოლიტიკაში, მეგობრებიც ყავს ესეთი, მაგალითად ელგა ფოლადიშვილი, რომელიც არაჩვეულებრივად წერს და საოცარი ანალიტიკური უნარი აქვს. ანუ რა არის განსაზღვრელი? კარგი განათლება და პოლიტიკაში რა არის პოლიტიკა? კარგი ანალიზის უნარი.
ანუ კარგი ანალიტიკოსი უნდა იყო. თუ ეს გაქვს, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან კარგი, ვთქვათ, ტრამპლინი იმისთვის, რომ აქაც იყო ძალიან მნიშვნელოვანი და საჭირო. კი ბატონო. მაგრამ ინგასთან დაკავშირებით ვერ დაგეთახმები, იმდენად ჭირდება ინგა დღეს ჟურნალისტიკას. ხო, ჟურნალისტიკას იმდენად ჭირდება, რომ მე მქონდა დიდი დეფიციტი, როცა ის ეთერში არ იყო. გასაგებია. იცით რა მინდა გკითხოთ, დღეს სხვა შორის რადგან თქვენ თავად ახსენეთ ბატონო კახა საკანი ნომერი 5, ამ გადაცემაში არის საუბარი ხშირად რომ პოლიტიკა არის ბინძური საქმე და პოლიტიკოსები. თქვენ თუ ეთანხმებით ამ პოზიციას და როგორ ფიქრობთ თუ ეს ასია, რამდენად შეძლებენ პოლიტიკოსები იყვნენ ობიექტური ჟურნალისტები? მე ამ მოსაზრებას რატომ გაჩნდა მაშინ ეს აზრი საერთოდ? საერთოდ ვაპროტესტებ ძალიან ამ ფორმულირებას ნათია. არა იმიტომ რომ ესე არ არის, არამედ არ შეიძლება ამ აზრის დამკვიდრება. ადამიანები ყოველთვის თავიანთი შინაგანი რესურსით, თვისებებით, კონსტრუქციით, წარსულით, რა პროფესიაში ჩემოდიან და რასაც აკეთებენ, იქ ავლენენ თავის თავს. თუ პოლიტიკაში იმდენმა ცუდმა ადამიანმა მოიყარა თავი სამწუხაროდ, რომ გაჩნდა ესეთი აზრი, რომ ბინძურია პოლიტიკა, ეს იმას ნიშნავს, რომ დაგროვდა ესეთი ადამიანები ამ სფეროში. მე ძალიან ვემიჯნები ამას, იმიტომ რომ ვფიქრობ ახლა მე პოლიტიკაში ვიქნები, ჩემ საქმეში ვიქნები, სადაც არ უნდა ვიყო, ვიქნები ისეთი როგორიც ვარ. და დღეს პოლიტიკა ძალიან ჭირდება, სხვათა შორის გარდა ლავირებისა, მოქნილობისა, კარგი ანალიტიკური გონებისა და შემდეგ გულწრფელობა ძალიან ჭირდება ესეთი ადამიანები პოლიტიკას და ამიტომ ფიქრობ რომ ეს სტერეოტიპის ნელ-ნელა უნდა შეცვალოს იმ რესურსმა რომელიც უნდა მოვიდეს ეკა მინდა გკითხოთ ჟურნალისტობა და პოლიტიკოსობა ძალიან ახლოს არის ძალიან ახლოს არის ნათია ძალიან ახლოს იმიტომ რომ თავისთავად პოლიტიკა როგორი წარმოჩინდება და როგორ მივა ის მომხმარებლამდე ამომრჩევლამდე ძალიან დიდად არის დამოკიდებული ჟურნალისტზე როგორ მიიტანს ის ამას ანუ მისი ნიჭიერება, მისი კომპეტენტურობა, ხშირად ვონების სხვათა შორის გასული წლის ბოლო ბრიფინგი 31 დეკემბერს ჩავატარე და ჟურნალისტებისთვის და ერთი რამ უთხარი, მათ ვინც იქ მოვიდა იმ დღეს, რომ რასაც ჩვენ ვაკეთებთ თქო, როგორ ჩანს ეს საზოგადოებაში. ეს არის თქვენზე დამოკიდებული, როგორ მიიტანთ იმას მაყურებლამდე, იმას ასაც ჩვენ ვაკეთებთ პოლიტიკური პარტიები. ეს არის ჟურნალისტზე დამოკიდებული და აი ამ მიტანის პროცესში, რადგან ის არის გამტარი არის უდიდესი პასუხისგებლობა ნათი არ ვლაპარაკობ ხა როცა პირდაპირ ეთერში სიხარ და შენზეა დამოკიდებული სისულელი სიტყვით თუ გონივრულობას მაგრამ როცა ეს ფუნქცია ჟურნალისტ უკვე გადააბარე მაგალითად ბრიფინგს ატარებ და თქვათ რას ამოჭრი იმ შენი თქვათ მაგალითად ერთ დღეს ჩავატარე ბრიფინგი რომელიც მიუძღვენი კოტე კუბლაშულს იმიტომ რომ პასუხი იყო ჩემი მის გამოსვლაზე და საღამოს გადის ეთერში ჩემი ბრიფინგიდან რაღაც სისხლის სამართლის პროცესში არის ცვლილებები შეტანილი და იქ თქვათ ჩემი ეს იყო რა იცით რა თქმა უნდა მნიშვნელოვანი იყო მაგრამ მე იქ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მკითხა თქვათ ამაზეც რას ფიქრობ და უპასუხე მაგრამ თავარი რისთვისაც მე თქვათ ის დღე ავირჩიე საჯარო განცხადებისთვის არ იქნა მიტანილი მაყურებლამდე. კი ბატონო. კახა მინდა გკითხო თუ არ ვცდები, მე მაქვს ინფორმაცია რომ თქვენ გეგმავთ პირველ გადაცემაში სწორედ თქვენი რესპონდენტები იყვნენ ჟურნალისტები. არის ეს სიმართლე? ამ იდეაზეც ფიქრობდი. თუ დამთანხმდებიან ოღონდ ახლა ხო იცი რესპონდენტების ძიებაში არა მაქვს ახლა მე დაგეხმარები და ჩვენი საინფორმაციო შენ დამეხმარები და კი ძალიან მინდა იმიტომ რომ მართლაც ეს საკანი ნომერი 5 ხშირად ვახსენე იმიტომ რომ მე მიფიქრია იმაზე რამდენად არის თემა დავუშვათ ასეთი თემა რო იყოს ახლა შეიძლება მე დაიხვეთოს მაგრამ რამდენად გასაგებია საერთოდ ის რასაც პოლიტიკოსები საუბრობენ უბრალო ადამიანებისთვის ვინც პოლიტიკაში არ არიან ჩართული დავუშვათ 6 საათის შემდეგ სამსახურში ბრუნდებიან დღე პოლიტიკაზე არ ფიქრობენ და ნახევარი საათიან 1 საათი გადართავენ ამაზე მე პარტიაშიც და პოლიტიკა ჩემ პარტნიორებთანაც ხშირად ვჯერლობთ რომ რამდენად მათთვის ეს საინტერესო არის საარჩევნო კოდექსი და კონსტიტუციური სისტემა რა ენით უნდა ელაპარაკებოდეს ენა ძალიან მნიშვნელოვანი არის ნებისმიერ დისკუსიის დროს საზოგადოებრივი იქნება თუ პოლიტიკური დისკუსიის დროს რა ენით უნდა ურთიერთობდეთ ჩვენ ერთმანეთთან იმიტომ რომ ენა ძალიან შეიცვალა ჩვენ თუ გავხსენეთ 80-იანი წლების ბოლოს 90-იანი წლების დასაწყისში ეროვნული მოძრაობა რა ენას იყენებდა იხა ის საერთოდ ძალიან არქაული ისტორიული და ძალიან ისეთი პათეტიური ენა იყო ეხლა ჩვენ ვიყენებთ მე ვფიქრობ ხანდახან ძალიან იურიდიულ ჟარგონზე რო ვთქვათ კლიაოზნიკურ ენას და მე ვფიქრობ რომ აი უფრო გაადამიანურება ამას ჭირდება და აი ამ თემაზე ვფიქრობდი რომ ერთი გადაცემის გაკეთება შეიძლებოდა. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. მე პირადად გულმოუთმენლად ველოდები ჩვენი პროექტის დაწყებას. მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი ჟურნალისტები იქნება და ისე მაინტერესებს თუ მოირგებთ ამ ამპულას. ხომ არ არის შესაძლებელი რომ ეკა ბესელია და კახა კუკავა წავიდნენ ჟურნალისტიკაში?
რატომაც არა ამაზე ყველა პოლიტიკოსმა უნდა იფიქროს რომ სამუდამო არაფერი არ არის ვინც ფიქრობს ახლა რომ სამუდამო არის პოლიტიკა იმათი შესაძლოა ხელისუფლების წარმომადგენლებს ძალიან გავხარდეთ თქვენი წინადადება რომ არა ერთი რამე მინდა დავაზუსტო უბრალოდ ეს რა თქმა უნდა იმ სააკაშვილის გადადგომის შემდეგ იქნება მანამდე ამაზე ურიმ გამოაცხოს ნაცი ჩვენი საქმე გავაკეთოთ მე ფიქრობ რომ ის სფერო საიდანაც მე მოვედი სამართლებრივი სფერო ჩემთვის არის თემა რომელსაც მე ყოველთვის მიუბრუნდები და ყოველთვის ამიტომ მოდი ყველამ თავის საქმე გააკეთოს უკეთესი იქნება გისურვებ წარმატებებს მაგრამ აქვე მინდა დავიტოვო იმედი რომ მიუხედავად იმისა რომ თქვენ ორშაბათიდან ხდებით ჟურნალისტები მე მინდა გთხოვოთ რომ ასევე იყოთ აქტიურად რადიო უცნობის პროექტის უცნობ კავკასიის და გადაცემა დიალოგების რესპონდენტები ხომ ვიტოვებ ამის დასაკურველია ნათი მე კი ჩვენ მე მგონია შევძლებთ ამ კომუნიკაციის შენარჩუნებას და ეს არ იქნება ჩვენთვის საპატიო გარემოება იმიტომ რომ თავი ავარიდოთ თქვათ რაღაცა დებატებში მოსვლას პირიქით. მე ვფიქრობ რომ ამის შემდგომ უფრო საინტერესო იქნება ჟურნალისტებთან ურთიერთობა რომ მათი თვალით დანახული ჩვენი გადაცემები შევაფასოთ. სვანერად დაელაპარაკე ბეკარ, ადაგემართა შენ ჟურნალისტი ხარ, მე ჟურნალისტი ხარ. კოლეგიალური ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით კიდევ ერთხელ გადაცემაში მონაწილეობისათვის. მთელი გულით გისურვებთ წარმატებებს. რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია რეკლამის შემდეგ დაბრუნდება პირდაპირ ეთერში ინგა გრიგოლია, ელისო ჩაფიცე. ჟურნალისტები იქნებიან ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები. მედია პროექტი უცნობი კავკასია. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში ჟურნალისტები ინგა გრიგოლია, ელისო ჩაფიძე გახლავთ ჩვენი გადაცემის მეორე ნაწილის სტუმრები. მოგესალმებით, დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის. როგორც მოგეხსენებათ, ორშაბათიდან რადიო უცნობი იწყებს ახალ პროექტს 10 პოლიტიკოსი წარუძღვება გადაცემას სათაურით პოლიტბიურო. მინდა კიდევ ერთხელ ჩამონათვალი მოგახსენეთ გოკა გაბაშვილი, გიორგი გოგუაძე, ნუგზარ წიკლაური, სოზარ სუბარი, ლევან გაჩეჩილაძე, შალვა თელაშვილი, გოგა ხაინდრავა, კობა დავითაშვილი, კახა კუკავა, ეკა ბესელია. მინდა კითხოთ, როგორ ფიქრობთ როგორ შეძლებენ ეს ადამიანები, ეს პოლიტიკოსები, რომლებიც თქვენი ხშირი რესპონდენტები არიან, როგორ შეძლებენ მოირგონ ახალი ამპულა, ჟურნალისტის ამპულა? ნათია, პირველ რიგში მინდა ჩემი აზრი ვთქვა შენს გადაცემაზე ძალიან მოკლედ, თუ შეიძლება ეს პირველი შემთხვევა, როცა მე მეძლევა საშუალება, მინდა გითხრა, რომ ძალიან მომწონ შენი გადაცემა და გულით გისურვო წარმატებები, იმიტომ რომ აღმოვაჩინე ჩემს თავში, რომ სულ გელოდები ხოლმე, ყოველთვის ვიცი ხოლმე, რომ საინტერესო სტუმრები გეყოლება, საინტერესო თემები და მინდა გისურვო რომ აი ესე გააგრძელო და ძალიან დიდი წარმატებები შენს კარიერაში. ეხლა რაც შეეხება ამ პროექტს, ჩემი აზრით ეს რაღაც საგანგაშო სიგნალია ჩემთვის. თუმცა ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ზუსტად ვიცი რომ სადაც არ უნდა მოხდე, მაგალითად შალვა თელაშვილის, კახა კუკავას, ეკა ბესელიას, ლევან გაჩეჩილაძის ყველას შოუს უბრალოდ გამორიცხულია რომ არ ვუყურო. ალბათ გადმოვალ მანქანიდან სადმე შევირბენ და ვთხოვ ადამიანებს რომ მანახონ, მაგრამ საგანგაშო არის სიგნალი ცოტა სერიოზულად უკვე შევხედავთ იმ თვალსაზრისით რომ ხომ არ დადგა თქო ჩვენს ქვეყანაში ისეთი სიტუაცია რომ პოლიტიკოსები უკვე უნდობლობას უცხადებენ ჟურნალისტებს და თითქოს სიტყვის თავისუფლება იმდენად ჩიხშია რომ პოლიტიკოსებმა გადაწყვიტეს საკუთარ თავზე აიღონ იმ საქმის კეთება რაც უნდა აკეთონ ჟურნალისტებმა. ეხლა მე შეიძლება ძალიან ვაზვიადებ, ძალიან ვამუქებ, მაგრამ ეს შეთავაზება რადიო უცნობის ხელმძღვანელობის მხრიდან რომ პოლიტიკოსებმა მოირგონ ახალი ამპულა, იმიტომ რომ მათ ამ პოლიტიკოსებს მოგეხსენებათ ალბათ რომ ხშირად აქვთ პრეტენზია მედიის მისამართით. კი, ერთს გეტყვით. ლევან გაჩეჩილაძე არის ყველაზე კრიტიკული რესპონდენტი, რომელიც როდესაც უყურებს შენს გადაცემას აუცილებლად, როცა მე ვეჭორავები ხომი ან რაღაც აზრს მიზიარებს ან მე ვეკითხები რაღაცას, მეუბნება, აი იცი რა ეს ძალიან საინტერესო იყო, ძალიან კარგი იყო, მაგრამ და იწყება ხომე კრიტიკა. ეხლა ველოდები ძალიან დიდი სიამოვნებით, როდის დაჯდება ლევან გაჩეჩილაძე ეთერში, რომ დაურეკო და უთხრა იცი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ ანუ მეც ძალიან მე ხა ხუმრობა იქით რომ იყოს ძალიან მაინტერესებს, ძალიან სერიოზული პროექტია და შესაძლებელია ეს პროექტი გახდეს ძალიანაც პოპულარული, რა სიტყველის. გისმენთ ელისო? მეც ასევე წარმატებებს გისურვებთ, იმიტომ რომ ძალიან კეთილგანწყობილ ატმოსფეროში მიწევს დღეს საუბარი. არის ხოლმე სიტუაცია, როდესაც მაგიდის გარშემო შენთვის ცოტა უსიამოვნო ადამიანების ხედან, რომლებიც რაღაცა ცუდს ილაპარაკებენ და მუდამ თავდაცვისთვის ხარ მომზადებული და ეხლა ეს ისეთი სიტუაცია, როდესაც აი ძალიან კარგად ვგრძნობ თავს და მინდა რომ თქვენს გადაცემაში ასე კარგად არიგრძნონ ადამიანებმა თავი. ანუ იყვნენ მუდმივად დაძაბულები და ელოდებოდნენ რაღაც ისეთ მძიმე შეკითხვებს.
და გისურვებთ რა თქმა უნდა წარმატება. საინტერესო ჩემთვის, მაგრამ ხშირად მაკრიტიკებენ საერთოდ გუშინ მინდა ვთქვა რომ ბატონ ნუგზარ წეკლაურს ვესაუბრე, რომელიც რამდენიმე დღის წინ იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი და მითხრა რომ ჩემს მიმართო იყავიო ძალიან ისე ნეგატიურად განწყობილიო და ძალიან გული დამწყდა, იმიტომ რომ მე ვცდილობ რომ დავიცვა ეს ბალანსი გისმენთ ელსა. ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთის მიმართ ვიყოთ კრიტიკულები, მე პატარა სიმბოლური რაღაც დავინახე აი ამ ყველაფერში. პირველ რიგში ის რომ პოლიტიკოსები ეცდებიან ეხლა ჩადგნენ ჟურნალისტის მძიმე მდგომარეობაში. ანუ ის რომ შენ რესპონდენტი ხანდახან უარს გეუბნება იმაზე რომ გელაპარაკოს, ის რომ ის გაურბის შენს მწვავე შეკითხვებს, ხანდახან მიუხედავად იმისა რომ ადამიანის მიმართ კეთილგანწყობილი ხარ, მაინც უნდა დაუსვა ის შეკითხვა, რომელიც საზოგადოებაში ამა თუ იმ ადამიანის მიმართ არსებობს. სამწუხაროდ უნდა გაიხსენო ის უარყოფითი მომენტები და შეცდომები, რომელიც პოლიტიკოსმა დაუშვა. და ალბათ ასევე იქნებიან ისინი განწყობილი იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც მათი რესპონდენტები იქნებიან და მე მგონი ძალიან საინტერესო იქნება თუ პოლიტიკოსები ჟურნალისტებს მოიწვევენ და გულახდილად ისაუბრებენ იმის შესახებ, თუ რა პრობლემები აქვთ მათ ერთმანეთთან ურთიერთობაში. და იმედი მაქვს ეს გადაცემა გარკვეულწილად მოახდენს გავლენას იმაზეც, რომ პოლიტიკოსები ნაკლებად კრიტიკულები კი არა, უფრო ნაკლებად აგრესიულები გახდნენ მედიის მიმართ, იმიტომ რომ თვითონ მედია რომ არ არის დღეს ძალიან კარგ მდგომარეობაში, ეს მე მგონი ყველამ კარგად ვიცით და ეს პროექტიც ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა. სხვადასხვა კედლებიდან ჩვენ ვცდილობთ შევძვრეთ, ასე რომ ვთქვათ, ცოტა ჩაკეტილ სივრცეში რომ კი ბატონო, რადგან მედიაზე თქვენ თავად საუბრობთ, მე მინდა გითხრათ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ, რომ ჟურნალისტების მთავარი პრობლემა არის კვალიფიკაცია. ჩვენ გადაცემის პირველ ნაწილშიც ვისაუბრეთ ამის შესახებ. როგორ ფიქრობთ, ინგა, რა არის ჟურნალისტების მთავარი პრობლემა, მედიის მთავარი პრობლემა? კვალიფიკაცია მე ეს მომისმენია ვარდების რევოლუციიდან ორ თვეში ვთქვათ ეს ფრაზები, როდესაც დაიხურა ჩვენი გადაცემები, შემდეგ მომისმენია 1 წლის თავზე, 2 წლის თავზე ბოიკოტის დროს და ასე შემდეგ. ანუ შენ სულ გეუბნებია რომ შენ არ ხარ კვალიფიციური. როგორც კი კითხვას უსვამ, იმ კითხვას, რაზეც ვთქვათ ავტობუსში საუბრობენ, სამარშრუტო ტაქსებში საუბრობენ, ან უბრალოდ რაღაც თავშეყრის ადგილებზე, როცა ეუბნები რომ იცით რა ხალხი ამბობს რომ აი აქ უკვე გეუბნებიან და გედავებიან რომ ეს არაა ჟურნალისტი, ეს არაა კვალიფიციური, შენ საგნის სიღრმისეულად წვდომის უნარი არ გაქვს და ზედაპირულ კითხვებს ვამ. მე ჩემი დასკვნა მაქვს ამ თემაზე. ამას ამბობენ ხოლმე რესპონდენტები მაშინ, როდესაც განსაკუთრებით მწვავეა ხოლმე გადაცემა, ან განსაკუთრებით მწვავეა ხოლმე შეკითხვა. შესაძლებელია ჟურნალისტი ძალიან ღრმად ვერც ერკვეოდეს რაღაც საკითხებში, მაგრამ ერკვეოდეს იმდენად, რამდენადაც ხალხში არსებული კითხვების შესახებ მას შეეძლოს მიიღოს ძალიან დამაჯერებელი პასუხი. ეს არის ხოლმე ერთგვარი თავდაცვა პოლიტიკოსების მხრიდან. მე ვერ ვიტყვი რომ მაინც და მაინც კვალიფიკაციის პრობლემა, უფრო ხშირად ეს პოლიტიკოსებში ხდება ხოლმე. აბა თქვენ დაუკვირდით, აი ელისო თქვენი რესპონდენტები და ნათია თქვენი რესპონდენტებიდან გამომდინარე, იგივე ჩემი რესპონდენტი, როდესაც უსვამ კითხვას, ძალიან ბევრი არიდებს თავს. ან პასუხს არ იძლევიან, ან ძალიან შორიგზიდან მოუვარე და შიმშილობით მიდია, აი ანუ ესაა სწორედ ძალიან ხშირად პოლიტიკოსების კვალიფიკაციის პრობლემაა და არა ჟურნალისტების, თუმცა ჟურნალისტებშიც არის. მე ვიცი რომ ეთერში მე არ გავდივარ ისე, მე მგონი არც თქვენ, მე მგონი არც თქვენ არ წერთ ისე ელისო ან ეთერში როცა მუშაობდით, რომ არ ქონდეთ შესწავლილი ის თემები, რაზეც აკეთებთ ხომ გადაცემას. როცა ასეთი პრეტენზია ისმის ხოლმე, მე ვსულ ვფიქრობ რომ ეწყინა. ეხა რა ვქნა, ეწყინა. კი ბატონო. იცით რაშია საქმე? მე ხშირად პოლიტიკოსები ეთერს გარეთ მეუბნებიან რომ უნდა გაკეთდეს ჟურნალისტებმა უნდა გააკეთონ აქცენტი სოციალურ თემებზე, ეკონომიკურ თემებზე. ეს პოლიტიკური დებატები და საუბარი ერთი და იგივე თემებზე აღარ აინტერესებს ხალხს. ეს არის ხშირად მე პირადად მომისმენია პოლიტიკოსების მხრიდან ასეთი შენიშვნები. ფიქრობ თუ არა რომ დღეს ის პოლიტიკოსები, რომლებიც ამ პროექტს, ამ გადაცემას წარუძღვებიან, გააკეთებენ აქცენტს იმ თემებზე, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. სხვა შორის ეკაბესელიამ თქვა რომ მე აუცილებლად მინდა ყოველ ეთერში მქონდეს პოლიტიკური დებატებიო. რაზე უნდა გააკეთონ პოლიტიკოსმა, ჟურნალისტებმა, ესე რომ ვთქვა. იცით რა პოლიტიკოსი, ჟურნალისტიც და ჟურნალისტიც, რომელიც არ არის პოლიტიკოსი, მე ვფიქრობ რომ გადაცემას უნდა აკეთებდეს, ან მასალას უნდა ამზადებდეს იმ თავარ თემებზე, რომელიც ხალხს აწუხებს, რომელიც ხალხს აინტერესებს და მე არ მესმის სოციალური თემა ცალკე განყენებული, რომელიც არ არის პოლიტიკა, რას ნიშნავს? პოლიტიკა ეს არის ყველაფრის ერთობლიობა. მე ესე განვიხილავ, როდესაც ვაკეთებ პოლიტიკურ შოუს, ის არის ძირითადად დატვირთული სწორედ სოციალური თემატიკით, მაგრამ აი ამ სოციალური აქცენტებით შემდეგ შენ აკეთებ ამ პოლიტიკურ შოუს და დებატებს, რაზეც იგივე თქვენი რესპონდენტები საუბრობდნენ. მართლა მაინტერესებს მათ მიერ წაყვანილი გადაცემები,
იმიტომ რომ შესაძლებელია მათ უფრო მეტი ინფორმაცია მიაწოდონ კიდეც მაყურებლებსაც და ჟურნალისტებსაც, რომლებიც ჩვენ არ ვიცით. იმიტომ რომ ისინი თავად არიან ჩვენი ინფორმაციის წყარო. თუმცა ალბათ ობიექტურობა გაუჭირდებათ, იმიტომ რომ ისინი მაინც გარკვეულ ფლანგზე მათ ამ 10 ადამიანს, ხელისუფლების წარმომადგენლებს, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებს, რამდენად უნდა მოვთხოვოთ ჩვენ მათ რომ იყვნენ ობიექტურები. თუ მათ სურთ იყვნენ კარგი ჟურნალისტები, უნდა იყვნენ ობიექტურები, არა მარტო სხვების, არამედ საკუთარი თავის მიმართაც და ობიექტურად უნდა შეაფასონ მოვლენები, იმიტომ რომ თქვენ ბრძანეთ კვალიფიკაცია, სამწუხაროდ რაც უფრო კვალიფიციური ადამიანი საქართველოში, მის უფრო უჭირს მას საკუთარი თავის რეალიზება, იმიტომ რომ მეტად კვალიფიციური ადამიანები დღეს სამწუხაროდ ჩემზე და ბევრ სხვა ადამიანზე მეტად კვალიფიციური ადამიანები დღეს არიან ჩაკეტილები და ვერ ახერხებენ საკუთარი თავის რეალიზებას და თუ რამდენად კვალიფიციურია ზოგადად გარემო ჩვენს გარშემო ის ძალიან კარგად ჩანს ჩვენი ქვეყნის მდგომარეობიდან და რას გულისხმობთ ელისა? გულისხმობ იმას რომ იცით რა ჟურნალისტების კვალიფიკაცია იგივე პოლიტიკოსების კვალიფიკაცია მაღალი და კარგი რომ იყოს ეს ქვეყნის ბედზე კარგად აისახებოდა და სამწუხაროდ ჟურნალისტის არაკვალიფიციურად დასმულმა შეკითხვამ პოლიტიკოსები რამდენად კვალიფიკაციურები არიან? აი სწორედ ეს მოქმედებს ყველაზე ტრაგიკულად ჩემი აზრით ჩვენი ქვეყნის დღევანდელ მდგომარეობაზე რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს, იმიტომ რომ ის უამრავი შეცდომა რომელიც ქართულ პოლიტიკას ახასიათებს ბოლო ხანებში სამწუხაროდ მე არ დამიშვია ჩვენმა პოლიტიკოსებმა დაუშვეს, მე განსაკუთრებით ამ შემთხვევაში დღეს ვსაუბრობ იმ მართველ გუნდზე რომელიც ხელისუფლების სათავეში, იმიტომ რომ ოპოზიციას კი რა თქმა უნდა არ გეგულებათ ოპოზიციაში არაკვალიფიცირებული სამწუხაროდ ერთ მხარეს და მეორე მხარესაც ძალიან ბევრი არაკვალიფიციური ადამიანი მეგულება და მე ამის შესახებ არ უნდა ვლაპარაკობდე ჩემი ინტერესებიდან გამომდინარე, იმიტომ რომ მე ვარ ჟურნალისტი და ამ ადამიანებთან მიწევს ურთიერთობა. აქედან გამომდინარე არ დავაკონკრეტებ, მაგრამ როდესაც ხელისუფლების მართველი გუნდიდან ერთი პიროვნება საუბრობს მეორე პიროვნების სიზმრებზე, რატომღაც მე ესეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ისინი დაახლოებით თანაბარი პიარ ტექნოლოგიებით ებრძვიან ერთმანეთს და მე ნამდვილად ამაზე უფრო სიღრმისეული ანალიზი მინდა, თუნდაც მედიის თავისუფლებისა საქართველოში, ვიდრე ის ნებისმიერი ადამიანი იხილავს თუ არა ერთი პოლიტიკოსის ღამის სიზმრებს. იცით რა, კიდევ ერთი არის ნათია. მათ ობიექტურობა? კი ბატონო. მე მინდა რომ ისინი იყვნენ ობიექტურები. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება მათი გადაცემა დაემსგავსოს უბრალოდ მათ პრესკონფერენციას. მე მაგალითად ძალიან მაინტერესებს რომ ლევან გაჩეჩილაძემ წაიყვანოს გადაცემა და მას მე როგორც ვეთყობ თქვენ განსაკუთრებით გაინტერესებს ლევან გაჩეჩილაძე. ასევე მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი, ასევე მაინტერესებს კახა კუკავა, ეკაბესელი, ყველა გოკა გაბაში. ანუ მოიყვანოს მოპირისპირე თუ როგორ ვთქვათ, მოდით მეორე მხარე სააკაშვილი უფრო საინტერესო იქნება. ამას ვერ ვეღირსეთ როცა ძინა საჩევნო კამპანიას ვაშუქებდი. ესე იგი ცოცხალი თავით არ დადგნენ. უფრო სწორედ სააკაშვილის მხრიდან იყო რამდენადაც მე პროდიუსერებისგან მაქვს ინფორმაცია. უნდა გქონდეთ და ფარული შეხვედრების ნაცვლად, აი ღიად რას ლაპარაკობთ. ძალიან საინტერესო იქნება. ერთი ტენდენცია ჩვენს ქვეყანაში არის აშკარა. ჟურნალისტების გადასვლა პოლიტიკაში, სხვა ჩვენ აქ არ გულისხმობ მარტო გიორგი თარგამაძეს და ვთქვათ იმედის ყოფილ ჟურნალისტებს, ჩემს მეგობრებს, არამედ იგივე ხელისუფლებაში მაგალითად გიორგი თარგამაძე, გიგი უგულავა, გიგა ბოკერიაც ერთი პერიოდი, იგივე გოკა გაბაშვილი, ანუ ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტიკიდან წავიდნენ ხელისუფლებაში, ეს უკვე ვნახე და ძალიან საინტერესოა, დამაინტრიგებელი. აი, პროდიუსერს ხუთიანს უწერ, ვინც ეს მოიფიქრა, იმიტომ რომ აი ძალიან რეიტინგული იქნება ჩემი აზრით. მე მაგალითად სიამოვნებით გავაკეთებდი ასეთი გადაცემის პროდიუსინგს, ანუ პროდიუსერად ვიმუშავებდი, იმიტომ რომ აი რაღაც ისეთია დამაინტრიგებელი, ახალი და მართლა კიდე ერთხელ ვამბობ, თუ კი ისინი მოახერხებენ რომ პრესკონფერენციები კი არ გამოვიდეს ეთერში, არამედ იყვნენ ძალიან ობიექტურები და მოიყვანონ სტუმრები, რომელიც მათ პოლიტიკურ პოზიციაზე არ დგანან, ეს იქნება ძალიან მასშტაბური. კი ბატონო, მე როდესაც ბატონ კახა კუკავას ვკითხე რომ რამდენად ობიექტური იქნებით იგივე ხელისუფლების მისამართითო, მან მითხრა რომ გამიჭირდებაო, რომ ვთქვათ მიხეილ სააკაშვილის მისამართით ვიყო ობიექტურიო. ამიტომ მე ვფიქრობ რომ დიდი ალბათობა იმისა რომ ეს ადამიანები განსაკუთრებით ოპოზიციის წარმომადგენლები ხელისუფლების მისამართით იყვნენ ობიექტურები, ვფიქრობ ნაკლებია. მე ბოლოს მინდა კითხოთ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ დაასახელოთ პოლიტიკოსები, გნებავთ სრულ პოლიტიკურ სპექტრს გადავხედეთ, რომლებიც იქნებოდნენ კარგი ჟურნალისტები, თქვენი კარგი კოლეგები, სათანადო კოლეგები გნებავთ.
გაგიჭირდებათ დასახელება? ჩვენი კოლეგები რომ ყოფილიყვნენ, კარგი, მე ვიტყოდი მაგალითად ეკაბესელიაზე და გამოუტყდები და ვიტყვი არ დავმალო, ფიქრობ რომ იქნებოდა კახა კუკავა. ძალიან კარგი, იმიტომ რომ ყოველთვის იცის ხოლმე მთავარი აქცენტი რაზე უნდა გააკეთოს. იცით რატომ მიყვარს ხოლმე კახა კუკავა ეთერში, როგორც რესპონდენტი. ზუსტად იცის რა უნდა თქვას, რაზე უნდა გააკეთოს აქცენტი, რომ მისი შოუ, როდესაც იგი მონაწილეობს, იყოს რეიტინგული და ყურებადი. ასევე არის ეკაბესელია. აღიაროთ რომ არის ნამდვილად ყურებადი, როდესაც იგი რესპონდენტია. ძალიან უხეშად რო ვთქვა ეთერში. მიედ მოედება, თან უნდა რომ იყოს მაგარი და ძალიან პოპულარული და მეორე დღეს მთელმა თბილისმა და საქართველოს მილაპარაკოს, რომ რა მაგარი გამოსვლა ქონდა, თან მიედ მოედება. ესენი კიდევ ბევრი, მაგრამ არის სულ რამოდენიმე გამოკვეთილი ადამიანი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა თქვას იმისთვის, რომ იყოს პოპულარული. სხვათა შორის მე ვიტყოდი, რომ გიგა ბოკერია იქნებოდა ძალიან საინტერესო ჟურნალისტის მაცლაფო. მის აგრესიულ გადაცემებს აუცილებლად ყველა უყურებდა. აგრესიული იქნებოდა გიგა ბოკერიას გადაცემები? იცით რა, ყოველ შემთხვევაში იქნებოდა ძალიან საინტერესო და თავის დროზე სააკაშვილი. ოღონდ ის სააკაშვილი, რომელიც ოპოზიციაში იყო და მთავრობის ხდომაზე სურათებს რა. დღეს რატომ არა? პრეზიდენტი სააკაშვილი რატომ არა ინგა? რატომ არ იქნება სააკაშვილი დასმულში? ეკითხებს არსებს ხოლმე ხშირად პირდაპირ პასუხს. მაგრამ ის არის ძალიან კარგი კომენტატორი მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებისა და აქედან გამომდინარე ამ ამპლუაში მე წარმომიდგენია მიხეილ სააკაშვილი, გადადგომის შემდეგ თუ ის მოინდომებს მშვენიერი პოლიტიკური კომენტატორი გამოვა მისგან. მუდმივად იცის რა ხდება მთელს მსოფლიოში და სამწუხაროდ უჭირს გაიგოს რა ხდება საქართველოში. მე წავაყვაინებდი კიდევ ერთ გადაცემას გიგი უგულავას. იმიტომ რომ ასე მგონია რომ მაგალითად მიუხედავად თქვა გავრცელებული ხმებისა ხო მის მიერ მედია კონტროლის და ასე შემდეგ ერთი რამ აღმოვაჩინე რომ ეთერში რო ყავს არიან რესპონდენტები რომლებიც საშუალებას არ გაძლევენ რომ თქვა კითხვა დაუსვა მაგალითად სააკაშვილი ერთს რო ეკითხები პასუხობს მეორეს და უგულავასაც ნაკლებად აქვს ხოლმე გასხტომის მცდელობა და ავა თუ კარგად შენ შეგიძლია რომ დაუსვა ზუსტად ის კითხვები რომელიც უნდა დაუსვა ფიქრობ რომ ჟურნალისტის როლში ისიც იქნებოდა საინტერესო და იყავ ველაზე ძალიან მაინტერესებს შალვა ნათელაშვილი. რა ვფიქრობ ძალიან საინტერესო გამოუვა შალვა ნათელაშვილს, მაგრამ რაც შეხება გიგ უნდა მოიყვანოს ხო არის? გიგ უგულავას მართალი გითხრა, ჯერ არა გვაქვს გადაწყვეტილი თუ ვინ იქნება ბატონ შალვას პირველი სტუმარი. და რატომ შეარჩიეთ ეს პერსონაჟები? პოლიტიკოსების ეთერში სტუმრათაც არ გეგმავს იგი მოსვლას, როგორც მან თავად არა, მე ვთქვი ხო, უბრალოდ ხო, ამიტომ BBC ამოვნებით ვიხილავდით ჩვენს ეთერში კი ბატონო. ბოლო რჩევები პროფესიონალი წარმატებული ჟურნალისტებისგან, ადამიანებს, რომლებიც პოლიტიკიდან მიდიან ჟურნალისტიკაში, რასაკვირველია მეორე პროფესიად ითავსებენ ჟურნალისტიკას. გისმენთ? მე ვფიქრობ, რომ ძალიან პატიოსნად უნდა მოექცენ ამ პროფესიას, იმიტომ რომ ჟურნალისტების მიმართ დღეს აგრესია სამწუხაროდ საქართველოში არის ძალიან მაღალი. მე არასოდეს არ დამავიწყდება დევნილების აქცია, ეს იყო 10 აგვისტოს, როდესაც მე მეგონა ვუყურებდი ტელევიზიებს და მეგონა რომ ჩვენი ჯარი ცხინვალშია, ჩვენ დავიბრუნეთ ეს ეგრეთ წოდებული სამხრეთ ოსეთი და არის შესანიშნავი მდგომარეობა და ამ დროს აი მერიის წინ ახლანდელი მერიის წინ იყო გზა გადაკეტილი ჩამოვედი სამარშრუტო ტაქსიდან და ამოვიღე დიქტოფონი გადავწყვიტე ამ ადამიანებს გავსაუბრებოდი და ისინი იყვნენ დევნილები საშინელი აგრესია გამოამჟღავნეს ჩემს მიმართ მეუბნებოდნენ რომ რატომ არ არიან აქ ტელევიზიები რატომ იტყუებით რატომ არ გვეუბნებოდით რომ უნდა გამოუქცეულიყავით და ასე შემდეგ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მწარე მომენტი ჩემს პროფესიულ საქმიანობაში როცა მივხვდი რომ მედია რაღაცას აშავებდა ნამდვილად რეალურად ატყუებდა ამ ადამიანებს და ამიტომ ჟურნალისტიკაში ჩემი აზრით მთავარი პრინციპია რომ იყო პატიოსანი და ფაქტები ზუსტად ისე გადმოსცე როგორც ხდება დანარჩენი უკვე სუბიექტურობა ნამდვილად შეიძლება იმიტომ რომ მეც ხშირად მაკრიტიკებენ იმის გამო რომ ვარ სუბიექტური და ჩემს გარკვეულ მოსაზრებებს ხშირად ბეჭდავ ხოლმე რედაქტორ რა თქმა უნდა იცით რა მე სუბიექტური ვარ როდესაც ჩემს მოსაზრებას გამოვთქვამ და ამის უფლება ჩემს თავს მივეცი მას შემდეგ რაც 15 წელი ვიმუშავე რეპორტიორად რეზონანსში და გარკვეული ფაქტები მივაწოდე საზოგადოებას. ეს იბეჭდება ძალიან აპრობირებული მეთოდია დასავლეთში რედაქტორის მოსაზრება ან ჟურნალისტის მოსაზრება, მაგრამ მას მკაფიოდ გამოკვეთილად აწერია, რომ ეს არის ნამდვილად მოსაზრება. ხოლო რაც შეეხება რეპორტაჟს, აქ უკვე ნამდვილად
უნდა იყოს წესიერი და უნდა ასახოს ზუსტად ის ფაქტები, როგორც ხდება და თან უნდა ეცადო რომ ეს იყოს დაბალანსებული რეპორტაჟი. კი ბატონო. მე ჩეხება ჩემი რჩევა იქნება ძალიან მოკლე. მე მინდა მათ ურჩიო თემგან შეიძლება ასეთი რჩევის სახით მივაწოდო, რომ კი არ იკეკულცონ თავიანთ ამ მრჩეველთან, რასაკვირველია ეს მაინც იქნება ერთგვარად პოლიტიკური აქტი, ხომ? თავისი ამ მრჩევლისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ალბათ ნებისმიერის გამოსვლა თუნდაც ჟურნალისტის რანგში, მე მინდა მათ ვურჩიო, რომ იყვნენ აი ზუსტად მორგებული მთავარ თემაზე, მთავარ კითხვაზე და იყვნენ მართლა ძალიან ობიექტურები. ეს არის აი აუცილებელი იმისთვის, რომ გადაცემა იყოს პოპულარული და კიდევ ერთი ჟურნალისტი შეიძლება უყვარდეთ და შეიძლება არ უყვარდეთ, შეიძლება ძალიან აკრიტიკებდნენ, ან ძალიან აქებდნენ, ასევე პოლიტიკოსს, მაგრამ თავარია რომ უყურონ და თითოეულმა მათგანმა უნდა იფიქროს იმაზე, რომ როდესაც ის იქნება ეთერში, არც ერთმა მაყურებელმა არ უნდა აიღოს პულტი და არ გადართოს სხვა არხზე, ანუ იმდენად მთავარი აქცენტები უნდა აკეთონ. მე მაგალითად სულ ამაზე ვდარდობ ხოლმე. ალბათ ძალიან ვინერვიულებდი, რომ ცოდნოდა, რომ ჩემს გადაცემას თუნდაც 5 კაციც კი არ უყურებს. მე ვურჩევდი მათ, რომ აქცენტი გააკეთონ ყველაზე მთავარზე და ამ შემთხვევაში პულტის აღების და გადართვის საჭიროება აღარ ექნება. კი ბატონო, ძალიან დიდ მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისათვის, გისურვებთ წარმატებებს. მინდა ვაღიარო, რომ თქვენ ბრძანდებით ჩემთვის საკმაოდ საყვარელი და შეიძლება ითქვას მისაბაძი ჟურნალისტები, იმიტომ რომ ძალიან ბევრი გაქვთ გაკეთებული ამ სფეროში. მთელი გულით გისურვებთ კიდევ ერთხელ წარმატებებს. მაშ ასე რადიო უცნობისა და ტელეკომპანიას ახალი პროექტი 2 თებერვლიდან პოლიტბიურო 4 საათზე პოლიტიკოსები ჟურნალისტის პროფესიაში ჟურნალისტის სამპულაში რადიო უცნობისა და ტელეკომპანია მაესტროს ერთობლივი პროექტი უცნობი კავკასია ორშაბათამდე გამშვიდობებად. ორშაბათს ზუსტად 9 ნახევარზე ჩვენ ვართ კვლავ პირდაპირ ეთერში. ნახვამდის. ეთერში იყო გადაცემა უცნობი კავკასია.